ნოდარ შენი ჯერია ახლა და შეუდექი ახლა შენს ნახაზების განმარტებას. პირველში დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები კიდევ ერთხელ ჩვენს პენდელს და მაყურებელს. მე უფრო იმაზე ვილაპარაკებ, რადგან შემაჯამებელი გადაცემა, ბოლო გადაცემა ამ სეზონის, რატომ არის ეს გადაცემა მნიშვნელოვანი და ჩემი აზრით როგორი უნდა იყოს ეს გადაცემები მომავალ სეზონში, როდესაც დაიწყებთ და ძალიან მნიშვნელოვანი გადაცემაა ჩემი აზრით. პირველ რიგში სანამ ამაზე დავიწყებდა საუბარს, რა განსხვავება პოლიტიკურ და სახელმწიფო მოღვაწეს შორის, რაც ბატონმა ჯონდიმ ახსენა წეღან. პოლიტიკოსი ცხოვრობს საარჩევნო ციკლებით. პოლიტიკოსი მიჰყვება საზოგადოებრივ აზრს. როგორც სერფინგზე სერფერი მიდევს ტალღას და იყენებს ტალღის ენერგიას, ისე არის პოლიტიკოსი, ის მიჰყვება საზოგადოებრივ აზრს და აი ამ საზოგადოებრივ ენერგიას იყენებს. ხოლო მმართველი სახელმწიფო მოღვაწე რეალურად ის ქმნის საზოგადოებრივ აზრს. ეს ძალიან დიდი განსხვავებაა. და ამ ტალღებს, რომელიც მე უნდა გამოიყენოს, ვიღაცამ მას ქმნის სახელმწიფო მოღვაწე. ეხლა რაც შეეხება რატომ არის ეს გადაცემა მნიშვნელოვანი და რა არგუმენტებია მის სასარგებლოდ და როგორი უნდა იყოს ჩემი აზრით მომავალში. ამას ყველაფერს დავიწყებ მე შარლ დე გოლის ფრაზით, როდესაც გარდაიცვალა სტალინი. დე გოლმა თქვა ესეთი რამე, რომ სტალინი წარსულში კი არ დარჩაო, ის მომავალში გველოდებაო. საქმე იმაშია, რომ მნიშვნელოვანი არის არა იმდენად პიროვნება, არამედ ის, რაც აი ეს მოვლენა, ეს ფენომენი, რაც მე-20 საუკუნეში მოხდა და იმის პრაქტიკული ღირებულება დღესაც არის უდიდესი, ჩემი აზრით. რა თქმა უნდა.